ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ბუკნარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო და მეექვსე შვილს ელოდებოდა. ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოცნებიდან ირაკლი კუჭავამ დაწერა, რომ არაერთი მოთხოვნისა და მცდელობის მიუხედავად მუნიციპალიტეტში სამეანო გინეკოლოგიური მომსახურება ვერ აღადგინეს. ქობულეთში სოფელ სკურას საჯარო სკოლა გაქურდეს, მოპარულია კომპიუტერები. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გამართვას წინასწარი გაფრთხილება დასჭირდება. ოცნება შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს, რომ შეკრება მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება აქციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან მსვლელობის მიმართულების შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას დონბასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ აქვთ, ამის შესახებ ზელენსკიმ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა ბლუმბერგს განუცხადა, რომ გეგმის პუნქტების საჭიროებს განხილვას რიგ მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის ომისგან განადგურებული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და აღმოსავლეთ რეგიონების კონტროლზე.